მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტებმა პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარეს. ახალციხის საგამოცდო ცენტრის ინფორმაციით პირველ სესიაზე 238 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული, რომელთაგან 12 არ გამოცხადდა. ძალიან აღარ ნერვიულობდი უკვე, მოხსნილი მქონდა ეგ რაღაც სტრესი. მე შემხვდა კაცი ადამიანი მწერე, კიდე ერთი ლექსი იყო, გივი გეგეჭკორის რაღაც, მაგრამ ლექსია ეგრევე გადავედი კაცი ადამიანზე. რავი, ძალიან ისე გამოვედი მსუბუქად, ეგრევე გამეხსნა ყველაფერი, რო დავჯექი, ტყუილად მეშინოდა. დღეს საერთოდ არ მეშინოდა, გუშინ უფრო ნერვიულობდი, დღეს აღარ. ასვლა დავწერე, ძალიან კმაყოფილი ვარ. იმედი არ ჩავიჭრები. ეგ არის რა. შესვლის არა, ეხა უფრო მეშინია. როდის ეხა იქ პასუხები იქნება? ნინოწმინდის მერია 2 კორპუსის გარე ფასადის რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც მერია 180.000-მდე ლარის დახარჯვას გეგმავს. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, ტენდერი 2 ეტაპად არის გამოცხადებული. თავისუფლების ქუჩაზე მდებარე კორპუსისთვის 85.000 ლარია გათვალისწინებული, ხოლო ჰოვსეფიანის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი შენობისთვის 93.000 ლარი. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით იგეგმება კედლების, სახურავის და სადარბაზოს კარფანჯრის დემონტაჟი და ახლით ჩანაცვლება. ამავე დოკუმენტის მიხედვით სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდანაა გამოყოფილი. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.